ძლიერი აფეთქება მოხდა გუშინ დნეპროპეტროვსკის ოლქში, უკრაინაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს მაშინვე სამხედრო დანაშაულად შეაფასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა. მინიმუმ 3 კერძო სახლი სრულად განადგურდა და კიდევ 15 დაზიანდა. ასეთია აფეთქების შედეგი დნიპროს მახლობლად გუშინ. შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა სამშაბათს, 25 აგვისტოს. ოფიციალურად ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით არ დასტურდება. პოლიციამ და დნეპროპეტროვსკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა კომენტარისგან თავი შეიკავეს და ჟურნალისტებს ურჩიეს დაელოდონ ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებას. მაგრამ გასაგები პასუხი ჯერ კიდევ არ გაჟღერებულა. ასობით ადამიანი სასწრაფოდ ევაკუირეს საკუთარ სახლიდან ფესჩანსკის თემში სამარის რაიონში. და პრობლემა იმაშია, რომ ეს უკვე მესამე მსგავსი ინციდენტია, აფეთქებებითა და მეორადი დეტონაციით, რომელიც დეტონაციით მოხდა უკრაინის ტერიტორიაზე ბოლო 2 თვის განმავლობაში. დავიწყოთ მაქსიმალურად ფრთხილად განხილვა, რა მოხდა გუშინ სამარის მახლობლად და რატომ უწოდებენ ადგილობრივი ხელისუფლება ამას უკვე სამხედრო დანაშაულს. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. შეიძლება უკვე ყურების შემდეგაც. მოდით ფაქტებიდან დავიწყოთ. 25 აგვისტოს დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ სამარის მახლობლად, ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა პაბლიკებმა მაშინვე აჩვენეს აფეთქების მასშტაბები და აცნობეს ხანძრის შესახებ, რომელიც მას მოჰყვა. რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მაშინვე გამოცხადდა ევაკუაცია. ვანია მარცხნივ გაიქეცი. სამცხაროდ არის დაღუპული და ოპვ. დაბალმობილ მოქალაქეებს თან წაიღონ დოკუმენტები, აუცილებელი მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები. ო, ნა, 20-ებში. მათი წარმომადგენლები ჟურნალისტებს ურჩიეს დაელოდონ. ეს ბლო. სამწუხაროდ არის დაღუპული. ერთი ქალი და 10-ზე მეტი დაჭრილი. ამის შესახებ ნათქვამია სამაროვსკის რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში. მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს საშიში ზომიდან, ასე განაცხადეს ხელისუფლებაში. ფესჩანსკის გრომადის და ორლოვჩანსკის სტაროსტინსკის ოკრუგის მოსახლეობას სთხოვე შეინარჩუნონ სიმშვიდე და მკაცრად დაიცვან ხელისუფლების, პოლიციისა და მაშველების მითითებები. აქვე აღნიშნა, რომ ზოგადად ნებისმიერი ევაკუაციის დროს ადამიანებს არ უნდა მიუახლოვდნენ საშიშ ტერიტორიას. არ შეუშალონ ხელი საგანგებო სამსახურების მუშაობას, დაეხმარონ ბავშვებს, მოხუცებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს. აიღონ თან დოკუმენტები, აუცილებელი მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები. 26 აგვისტოს დილის მდგომარეობით აფეთქების ადგილზე მუშაობას აგრძელებენ პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფები. ფეთქებად საშიში საგნების სპეციალისტები და ყველა შესაბამისი სამსახური. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრ განჯამ წინადღეს განაცხადა, რომ ის მუშაობს ფესჩანკაში, სამაროვსკის რაიონში, სამხედრო დანაშაულის ადგილზე. ზუსტად ასე დაარქვა მან მომხდარს. სამხედრო დანაშაული. განჯამ ჩაატარა თათბირი სამართალდამცავებთან, მაშველებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებთან და შესაბამის სამსახურებთან. მანვე განაცხადა, რომ 3 კერძო სახლი განადგურებულია, 15 კი დაზიანებულია. აფეთქების ეპიცენტრიდან ადამიანები პრაქტიკულად პირველივე წუთებში ევაკუირეს. საშიშ ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. ბევრმა უკრაინულმა მედია საშუალებამ უკვე გუშინ დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულზე. თუმცა დნეპროპეტროვსკის ოლქის პოლიცია და მაშველები ოფიციალურად ჯერჯერობით თავს იკავებენ მსგავსი კომენტარებისგან მიზეზთან დაკავშირებით. მათი წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ურჩიეს დაელოდონ ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცალკე განცხადებას, რადგან აფეთქების ადგილი შეიძლება სენსიტიური თემა იყოს. ამ ეტაპზე მეტი დეტალი არ არის. მაგრამ სამწუხაროდ ეს გავს იმას, რაც უკვე ადრე მოხდა, თანაც არცე დიდი ხნის წინ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 6 ივლისის ღამეს რუსეთის ჯარებმა კიევის მახლობლად მდებარე ვიშნევოეს შეუტიეს, რის შემდეგაც მოხდა ფეთქებად საშიში საგნების მეორეული დეტონაცია, რომლებიც საწყობში ინახებოდა. დაიღუპა 8 ადამიანი. კიდევ 29 დაშავდა. განადგურდა 5 ქუჩა. 600-ზე მეტი ადამიანი დროებით ევაკუირეს. და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მაშინ სიტუაციას პირდაპირ აბსოლუტურად საშინელი უწო
და განაცხადა, რომ ვიშნეოში იყო საბრძოლო მასალის საწყობი, მტერმა სწორედ ეს საწყობი დააზიანა. შემდეგ მოვიყვან მის ციტატას. დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან და რა თქმა უნდა გათავისუფლდებიან უკრობორომპრომიდან, რადგან საწყობი უკრობორომპრომის ერთ-ერთ საწარმოს ეკუთვნოდა. მაშინ რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა უკრობორომპრომის კონკრეტული საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებმაც საწყობი სწორედ ვიშნეოში გაანთავსეს, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. უკრობორომპრომის დირექტორმა მაშინ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, ხოლო ცოტა მეტი ვიდრე 1 კვირის შემდეგ კონცერნის 2 სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელები გაათავისუფლეს შენახვის წესების დარღვევის გამო. და რაც თავია, იმ ინციდენტის შემდეგ ზელენსკიმ ბრძანა, რომ უკრაინაში ყველა იარაღის საწყობი შეემოწმებინათ, რათა ისინი საცხოვრებელი ზონებისგან მოშორებით ყოფილიყო განთავსებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრობორომპრომს ბოროტი განზრახვით ქონოდა განთავსებული საბრძოლო მასალა ასეთ საწყობებში. გარდა ეს საწყობები უკრაინაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობს, როცა ისინი ქალაქის საზღვრებს გარეთ იყო განთავსებული. მაგრამ ქალაქები გაიზარდა და საბოლოოდ საწყობები სახლებმა შემოარტყა. და აღნიშნავ, რომ არავის უფიქრია, რომ რუსები იმდენად დეგრადირდებოდნენ და გაველურდებოდნენ, რომ 21 საუკუნეში სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ვიშნევაიაც არა ერთადერთი ასეთი შემთხვევა ამზაფხულს. ივლისში ხმელნიცკის გარეუბანში მდებარე სამხედრო პოლიგონზე მოხდა საბრძოლო მასალის უკონტროლო აფეთქება, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ერთდროულად 2 ვერსიაზე ატარებდა წინა სასამართლო გამოძიებას. პირველი ვერსია იყო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა საბრძოლო მასალის გადაზიდვის ან გადმოტვირთვის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვია საწყისი აფეთქება და შემდგომი დეტონაცია. მეორე ვერსია იყო განზრახ აფეთქება ან დივერსია. ეს არის მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკური მარაგების განადგურებას. მაშინ 5 სამხედრო მოსამსახური დაშავდა. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს პრეცედენტი, როდესაც ოფიციალური გამოძიებაც კი ვერ ახერხებს დაუყოვნებლივ, როგორც ითქვიან, განასხვაოს დაუდევრობა მიზანმიმართული თავდასხმისგან. ზუსტად იგივე გაურკვევლობაა, რაც დღევანდელ ისტორიაში სამარის მახლობლად, დნეპროპეტროვსკის ოლქში. სხვათა შორის მსგავსი აფეთქებების საბრძოლო მასალის საწყობებში უკრაინის ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც. მაგალითად, 2018 წელს იჩნის მახლობლად ჩერნიგოვის ოლქში სამხედრო არსენალის აფეთქებამ 12500 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. ხოლო თავად საწყობში, რომლის ფართობი 682 ჰექტარი იყო, ინახებოდა დაახლოებით 88000 ტონა საბრძოლო მასალა. ანუ საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოების პრობლემა უკრაინაში ძველი და სისტემურია. ის არსებობდა 2022 წლამდე და მანამდეც ამ დროის წინაც რუსებიც უტევდნენ ამ ობიექტებს. მაგრამ სწორედ სრულმასშტაბიანი ომის დროს ყოველი ასეთი ინციდენტი ავტომატურად აჩენს კითხვას. გვაქვს საქმე დაუდევრობასთან თუ მტრის მიზანმიმართულ დარტყმასთან. შედეგი: თვენახევრის განმავლობაში ეს უკვე მინიმუმ მესამე მსგავსი ინციდენტია აფეთქებებითა და მეორადი დეტონაციით უკრაინის ტერიტორიაზე. ვიშნიოვა 6 ივლისს, პოლიგონი ხმელნიცკის მახლობლად. 31 ივლისი და ეხლა კი პეშჩანკა სამარის მახლობლად. 25 აგვისტოს. პირველ შემთხვევაში მიზეზი სწრაფად და ერთმნიშვნელოვნად დადგინდა. ეს იყო რუსეთის დარტყმა საბრძოლო მასალის საწყობზე, რის გამოც უკრაინის თავდაცვის კონკრეტული ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მეორე შემთხვევაში გამოძიება ჯერ კიდევ მერყეობს შენახვისა და გადაზიდვის წესების დარღვევის ვერსიასა და მტრის დივერსიის ვერსიას შორის. ხოლო მესამე, გუშინდელ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება უკვე ეხლა, გამოძიების დის დასრულებამდე, მომხდარს ომის დანაშაულად ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ და საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ოფიციალურად ჯერ არ დაადასტურეს მიზეზი, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოიტანოთ. ნიშნულოვანია ვიზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე და მეგობრებო, არასოდეს უგულებელყოთ საჰაერო განგაშის სიგნალები. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.